მეგობრებო, ყველა ძალიან კარგად ესმის, მათ შორის ოპოზიციას ყველას, რომ კალაძე არის უალტერნატივო კანდიდატი თბილისის მერობისთვის. დღეს კიდევ ერთხელ ჩამოთვალე ყველა ის საქმე, უბრალოდ არასრული ჩამონათვალე იყო იმ საქმეების, რაც გაკეთდა თბილისისთვის და თბილისელებისთვის გასული 8 წლის განმავლობაში და მარტო ამ საქმეების ჩამონათვალი არის საკმარისი კიდევ ერთხელ ყველას იმის შესაძლებლად, რომ კალაძეს უბრალოდ არ ყავს ალტერნატივა თბილისის მერობისთვის და შესაბამისად რა თქმა უნდა ჩვენი პოლიტიკური გუნდის არჩევანიც იყო სრულად ალტერნატივა ყველა მიმართულებით ყველა ხედავს როგორ შეიცვალა ჩვენი დედაქალაქი გასული 8 წლის განმავლობაში როგორ გალამაზდა როგორ გამწვანდა ყველა მიმართულებით არის ძალიან დიდი პროგრესი ძალიან დიდი გემოვნებით სრულდება ყველა პროექტი რაც შეჭირდება ჩვენი დედაქალაქის განვითარებას აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი იყო ამ განვითარების გაგრძელება ამ ტემპის შენარჩუნება და სწორედ ამას უზრუნველყოფს მონებრივია კალაძე შემდეგი 4 წლის განმავლობაში. შესაბამისად არ გეგულებათ კანდიდატი, რომელიც მას თუდანს კონკურენციას გაუწევს ბატონო არათუ საქართველოში მსოფლიოში არ გეგულება ადამიანი, რომელიც იქნებოდა უკეთესი კანდიდატი დედაქალაქის მერობისთვის, ის არის საუკეთესო მერი, შესაბამისად საუკეთესო კანდიდატი, აქედან გამომდინარე მას ახავს არანაირი ეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, ბატონო პრემიერ-მინისტრო, როდის ესები კითხავს უბრალოდ გავიგე. სხვა მუნიციპალიტეტებს. რა შეეხება, როგორც მაგახსენებათ საბჭო იღებს გადაწყვეტილებას წესდების თანახმად და რა თქმა უნდა გადაწყვეტილება იყო სრულიად ერთსულოვანი და კიდევ ერთხელ მას განაპირობებს ის წარსული, რომელიც დაკავშირებულია თბილისის განვითარებასთან, შესაბამისად ბუნებრივია, თეორიულადაც კი არ განიხილებოდა არავითარი სხვა ალტერნატივა, შესაბამისად ბუნებრივია არავითარი სხვა კანდიდატურა, თეორიულადაც კი არ ყოფილა არანაირი მსჯელობა ამ თემაზე, გამომდინარე კალაძის ალტერნატივიდან. მარტივი დეკრებური, მარტივი ეს ხო მარტივი არ ვიცი ხა ანიტას მესეჯები ვისაუბროთ სერიოზული მესეჯები არა ანიტა არის ჯორლიურო ანიტა არის ის ვისაც რაიმე ინფორმაცია გამოდის ანიტა არის ჯორლიურო 5000 დოლარს იღებდა კონკრეტული წყარო და ჩვენიანი მოფილები ასწიან რომლებიც ჩვენიანები აღმოჩნდა რომ არასოდეს ყოფილა ეს ადამიანები ყოველთვის ყოფილან ფულზე გაყიდულები ისევე როგორც ბატონი ანიტა ერთი ინფორმაცია მიხარით, რომელიც ანიტამ გააშკარა და გამართლა ერთი ინფორმაცია. ბატონო ირაკლი, კითხავთ სხვა მუნიციპალიტეტებზე, ბატონო ირაკლი, სხვა მუნიციპალიტეტებზე. ძალიან მარტივად არის მონებრივია საქმე სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი კონსორციუმის მიმართ ყველა პირობაში უქმენი ჩვენ კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი იმისათვის რომ ამ პროექტის განხორციელება გამხდარიყო შესაძლებელი თუმცა ვერც ერთი ინვესტორი მათ ვერ მოიზიდეს ამის სანაცვლოდ დაიწყეს დავა სახელმწიფოსა და სადეს რომ ხალხის ფული ბიუჯეტის ფული წაიღოთ უსამართლოდ ხო რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში მიღებული იქნა სამართლიანი გადაწყვეტილება და არბიტრაჟმა მიიღო ზუსტად ის გადაწყვეტილება რაც შეესაბამებოდა სინამდვილეს ხო ჩვენ შევქმნით ყველანაირი პირობები კონსორციუმს იმისათვის რომ მოეზიდათ ინვესტორი თუმცა სწორედ მათ ჩააგდეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის შესაბამისად არბიტრაჟმა მიიღო აბსოლუტურად გითხარით ისევ არჩევნებზე ბატონო ირაკლი სხვა ჩვენ რო ერგეოდეთ მუნიციპალურ სტანდარტებში შეგიძლიათ ნახოთ უამრავი ევროპული დედაქალაქი, არა დედაქალაქი, სადაც მერები ირჩევიან არა მხოლოდ 2 და 3, არამედ 5, 7 და 10 ვადით. გაეროში ნახეთ პრემიერ-მინისტრი არის განსხვავებული შემთხვევა ხო გერმანიაში მაგალითად არაერთი პრემიერ-მინისტრი იგავებდა 4 ჯერ მაგალითად თანამდებობას ხო ასევეა მერი მუნიციპალიტეტის მერი განსხვავებული შემთხვევა მაგრამ არსებობს სტანდარტები პრეზიდენტისთვის არსებობს სტანდარტები სხვა შესაბამისი თანამდებობებისთვის და არსებობს სტანდარტები გაეროში
და გაეროში ორი ვადით. არა, გაეროში ისე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში მაგალითად პრეზიდენტისთვის არის მიღებული სტანდარტი, მხოლოდ ორჯერ შეიძლება თანამდებობას ერთ-ეგივე პირის არჩევა, თუმცა პოლიტიკაშვილმა ბატონო პრემიერო, ისევ არჩევნებს რომ სტანდარტი და კანონი სხვადასხვა რამე. ისევ არჩევნებს რომ დავუბრუნდეთ, ბატონო ირაკლი, თქვენ ამბობთ რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში აპირებთ არჩევნებს. ძალიან მალე 2-3 მუნიციპალიტეტზე დაგვრჩა შესაძლებელი პოზიციები, როგორც კი შევჯერდებით ამ 2-3 შემთხვევაზეც, მაშინვე წარმოადგენთ უკვე ერთიან სიას. ეს ეხება როგორც მუნიციპალიტეტების მერებს 63 კანდიდატს რეგიონებში, ასევე იგივე ეხება თბილისის საკრებულოს სიას და ყველა საკრებულოს სიებს. საკმაოდ ხმამაღალი და თამამი შეფასება, როცა კანდიდატს წარადგენთ. ჩვენ ასეთი ხმამაღალი განცხადებები თუ ეპითეტები მოგვისმენია სხვა თქვენი ყოფილი თანაგუნდელების მიმართ და შემდეგ გახსენებთ ხოლმე, მაგალითად სუპერძალოვანი მინისტრი რომ ყავდათ, დღეს მთავარი ოპონენტია თქვენი. ანუ დაპირისპირება, რომელზეც საუბრობენ ხშირად, რომ გუნდში არსებობს მათ შორის თქვენსა და კალაძეს შორის, თუ კალაძესა და სხვა ჯგუფ შორის, იმდენად არის ამოწურული, რომ დარწმუნებული ხართ ამ სიტყვებს თქვენ აღარ გაგახსენებთ სამომავლოდ. კიდევ ერთხელ საუბარია კანდიდატ შტორებზე და არავითარ ინფორმაციაზე, ხო? 13 წელია, თუ მეტი გამოდის, 14 წელია. კახკალაძე არის უმაღლეს პოზიციებზე ქართული ოსტების პოლიტიკურ გუნდში და ხელისუფლებაში. ის არის რეალურად პრაქტიკულად ერთადერთი, ვინც უწყვეტად ამდენი ხნის განმავლობაში იკავებდა უმაღლეს თანამდებობებს და კახკალაძემ თავისი საქმიანობით, ამდენწლიანი საქმიანობით, 14 წლიანი საქმიანობით დაამტკიცა ის, რომ ის არის გუნდის პრაქტიკულად ალტერნატივო წევრი და შეუცვლელი წევრი. ეს არის მისი საქმიანობის შედეგი. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თეორიულადაც კი არ განიხილებოდა არც ერთი სხვა ვერსია, როგორც კი ჩვენ მივიღეთ დასტური იმასთან დაკავშირებით, რომ კახკალაძე თავად იყო მზად, მე-13 ხარა გენჯე, თბილისის მერობის კანდიდატად, ბუნებრივია ყველა საგვეხატო. სამართალზე ქონდა საუბარი, სამართლებრივი სტანდარტის თანახმად ასეთ თემებზე გადაწყვეტილებას იღებენ მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი ძალოვანი უწყებები. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიქნები ვერავითარი კითხვის ადრესატი ზოგადად გამოძიებასთან დაკავშირებით. გამოძიებამ ასე გადაწყვეტა. მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, ვიდრე გამოძიება არ დაადგენს სიმართლეს ყველა თემასთან დაკავშირებით. ეს ხება ნებისმიერ ადამიანს, ხო? ვერც ერთ სახელში და გვარში მე ვერ შევალ, ნებისმიერ გამოძიებაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საგამოძიებო უწყება. მე ვერც ერთ სახელთან და გვართან დაკავშირებით ვერ გაგცემთ პასუხს, ვერც ერთ სახელთან და გვართან დაკავშირებით ასეთ თემებთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისმა უწყებებმა შეიძლება გაგცენ პასუხი. წინასაარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადეთ ამის ფონზე. ხედავთ თქვენი ოპონენტების განწყობას, ისინი ამბობენ, რომ 4 ოქტომბერს იწყება ერთი მხარის პოზიცია არის, რომ ხდება რევოლუციური სცენარი, მეორე მხარის პოზიცია, რომ ხალხი გამოვა ქუჩაში და ბოიკოტს გამოუცხადებს არჩევნებს. როგორ ხედავთ პროცესს იმ ფონზე, რაც გესმით თქვენი ოპონენტებს? პირველ რიგში ყველას უნდა შევახსენოთ, რომ ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ეს არჩევნები ეხება ერთ რამეს. ეს არის ის, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქები და სოფლები ჩვენს ქვეყანაში. ეს არ არის პოლიტიკური არჩევნები ამ სიტყვის ვიწრო გაგებით. ხო, აქ საქმე ეხება ქალაქების, სოფლების, მუნიციპალიტეტების განვითარებას, კეთილმოწყობას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური მომსახურების გაუმჯობესებას, ჯანდაცვის მიმართულებით ახალი პაკეტების შეთავაზებას და ეს შემდეგ. ამას ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. როდესაც ამდენი არ ესმის ოპოზიციას, აქ შეგახსენებთ, რომ არც 53%-იანი ბარიერი არ არის დაწესებული და არც 50-იანი და არც 90-იანი, ეს რო არ ესმის ოპოზიციას, ეს არის რა თქმა უნდა მათი პრობლემა. ეს მეტყოლებს იმაზე, რომ ისინი არიან რაღაცნაირად მიმწყდეული კუთხეში და ეს გააკეთა არა მარტო ქართულმა ოცნებამ, არამედ ეს გააკეთა deep state-მაც, ხო? მათ შეიყვანეს რეალურად კუთხეში რადიკალური ოპოზიცია, მათ წაიყვანეს რადიკალური ოპოზიცია ვაბანკზე და შესაბამისად შეიყვანეს რეალურად სამწუხაროდ კი არა და საბედნიეროდ კუთხეში. ეს შეიძლება ერთი თვეა დარჩენილი, ვიდრე ამოიწურება ვადა. მათ შორის პატა ბურჭულაძე როგორ პასუხობს?
არც დამხობის თავი არ აქვს ამ ადამიანებს. ერთი თვეა დარჩენილი ბატონო ირაკლი, ვიდრე ამოიწურება ვადა. კი ბატონო. სუსმე დააკავა თაღლითობის ბრალდებით, ხოლო აქვს მას სასამართლო. თუმცა ოპოზიცია ცდილობს, რომ პოლიტიკური სარჩული მოუძებნოს ამ თემასაც, მიუხედავად იმისა, რომ რომელია შემახსენებთ. მაშაცანავა ნაციონალური მოძრაობის თაღლითობის ბრალდებით. ვიდეო მტკიცებულება თუმცა ოპოზიცია ვიდეო მტკიცებულება ვნახე, ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ თანხას იღებს კონკრეტული სარგებლის სანაცვლოდ, უკანონო სარგებლის სანაცვლოდ. ახლა აქაც რო საუბრობ, ხო, პოლიტიკურ სარჩულზე, აქედან მე ჩანს ყველა დანარჩენი პოლიტიკური სარჩული რამდენად ფიქტიურია და რამდენად დიდი ფიქციაა, ხო? ანუ თვითონაც ვერ ხვდებიან ტაქტიკურად სად რა პოზიცია დაიკავონ, თუ ისეთ მძიმე მდგომარეობაში არიან, ხო? ვიდეო მტკიცებულებაზეც რო ამბობ, რომ ეს პოლიტიკური დაკავება, ეს საოცრება არის. აუ, თუ შეიძლება მე გკითხავთ ერთი თვეა დარჩენილი. ერთი თვეა დარჩენილი მანამდე, ვიდრე ამოიწურება ვადა, რომელიც ქართულ ოცნებას მისცა ევროკომისიამ, რომლის შემდგომაც ისინი შეაფასებენ პირობებს, როგორ ასრულებთ, რომ ვიზა ლიბერალიზაცია გააგრძელონ თუ შეგვიჩერონ. უპირველესი მოთხოვნა არის ადამიანის უფლებების დაცვა. ამ პირობაზე მაქვს მეკითხვა. დღეს გადის 8 თვეზე მეტია უკვე გასული თქვენი განცხადებიდან და ამ პროტესტიდან. რა პასუხი გაქვთ თქვენ როგორც პრემიერ-მინისტრს, რატომ არ არის ამ დრომდე არც ერთი მოძალადე დასჯილი, ვინც ძალადობდა მომიტინგეებზე და ჟურნალისტებზე? რაც შეეხება მოძალადების დასჯას, ხო, ერთი რო აქ არ შეიძლება ვიმოქმედოთ ჩვენ ორმაგი სტანდარტებით. მე გეთანხმებით, რომ თუ ვინმე ძალადობა და არის ყველა დასასჯელი, ხო? რაც შეეხება ძალონების მიმართულებას, აქ იყო მტკიცებულების პრობლემა, იდენტიფიცირების პრობლემა, თუმცა მე გეთანხმებით, რომ აქაც დამატებით უნდა ჩავეძიოთ შესაბამის უწყებებს და უნდა დავადგინოთ, რამდენად არის თუ არ არის იდენტიფიცირება და შესაბამისი პირები, მაგრამ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ორმაგი სტანდარტით ვიმოქმედებთ. სადაც არის პირდაპირ მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული მომიტინგე ძალადობდა, იმას ნუ დავუძახებთ მაშინ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, დევნილს თუ პოლიტიკურ პატიმარს. არ არის საჭირო ორმაგი სტანდარტები, ყველა გამოძიება უნდა იყოს მონებრივი. ეს უნდა ჩავეძიოთ, უნდა მოვიკითხოთ, ეს არის თქვენი პასუხი 8 თვის შემდეგ. თქვენ ხომ უფრო მეტი ხელმისაწვდომობა გაქვთ ინფორმაციას, თქვენ პრეს-ცენტრს ვეკითხებით და მიმდინარეობს გამოძიება ბატონო. ჯერ იყო სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ახლა არის სხვა უწყებები. ეხლა რაც არის არსებული ინფორმაცია, იდენტიფიცირებადი არ იყვნენ ეს პირები, თუმცა უნდა გაგრძელდეს რა თქმა უნდა შესაბამისი სამუშაოები. მე მინდა ვთხოვო კიდევ ერთხელ საჯაროდაც ყველას, როგორც პროკურატურას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუ ისინი შეძლებენ შესაბამისი პირების იდენტიფიცირებას, მაქსიმალურად უნდა წადონ ეს ყველაფერი. არის თუ არა ცნობილი, რომ მაგალითად მაკაჩი ხლაძეზე და გიორგი შეწირულზე თავდამსხმელების სავარაუდო ვინაობა უბნელებმა გამოიცნეს მეორე დღეს. იგივე ხება ამასაც. ანუ აქაც კიდევ ერთხელ საჯაროდ შემიძლია ყველას მოუზოდო, რომ მაქსიმალურად ჩაეძიონ თითოეულ ამ საქმეს. რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციას, პირველ რიგში სპეცრაზმელის იდენტიფიცირება თუ ვერ მოხდა და ეს პრობლემა იყო, ეს ჩვენი პრობლემაა თუ პრობლემა მათი, ვინც მაიდენტიფიცირებელი ნიშნები მოხსნა სპეცრაზმს? არ ვიცი, ნახეთ, ყველა კითხვა დავუსვათ, მოდით ერთად დავუსვათ ყველა კითხვა შესაბამის უწყებებს და ჩავიძიოთ ყველაფერს. მაიდენტიფიცირებელი ნიშნები მე რა თქმა უნდა გითხულობ, თუმცა ძალიან ხშირად ვინტერესდები სხვადასხვა კატეგორიის საქმით, მათ შორის იმ საქმეებით, რაც დაკავშირებულია სამართალდამცავი წყობების წარმომადგენელთა მხრიდან ძალადობასთან. ეს ერთი თემა. რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციას, ჩვენ მოუწოდებთ კიდევ ერთხელ ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, გვესაუბრონ დებეშებს კი ნუაგზავნიან, გვესაუბრონ, ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით. მათ შორის თავის დროზეც გახსოვთ, ხო, რაღაც რუსული კანონი დაარქვეს, კანონს, რომელიც პირდაპირ რევოლუციების წინააღმდეგ იყო მიმართული. მაშინაც შევთავაზეთ ევროპულ ბიუროკრატიას, მაშინდელ ყოფილ ამერიკულ ბიუროკრატიას, გვესაუბრა საჯაროდ საზოგადოების თვალწინ. ყველა თემასთან დაკავშირებით თუ დაგვიმტკიცებდნენ, დაასაბუთებდნენ, რომ რაღაცა იყო ცუდი ამ კანონში, ჩვენ ვიყავით მზად რომ დაგვეხია უკან, არავით არის დისკუსია, საბჭოური მიდგომა, ხო? აქაც იგივეა, დებეშებს გვიგზავნიან, მოდით დაძლიონ საბჭოური მიდგომა და გვესაუბრონ ევროპული მიდგომებით იმოქმედონ. ეს არის ჩვენი მოწოდება ევროპული ბიუროკრატიის პირობებში კანონები არ არის, მხოლოდ ადამიანის უფლებები უნდა დაიცვათ. ეს არის უპირველესი სტანდარტი. არავით არის, არის ნული
კომუნიკაცია გარდა გამოგზავნილი დეპეშისა, ასე იგზავნებოდა თავის დროზე საბჭოთა მოსკოვიდან დეპეშები საქართველოში. გარდა ასეთი ტიპის დეპეშისა არავითარი კომუნიკაცია არ ყოფილა ევროპულ ბიუროკრატიასთან, რაც არის საბჭოური მიდგომა, ხო? მე ვისურვებდი, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ეს საბჭოური მიდგომა დაძლევს. ჩვენ ვართ ღია საუბრისთვის, რატო? იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ ვართ აბსოლუტურად მართლები. საჯაროდ იქნება, არასაჯაროდ იქნება, მოვიდნენ და სადონ კომუნიკაცია ყველა თემასთან დაკავშირებით ჩვენ ვქნებით ადამიანის უფლებები როგორ დაიცვათ ქვეყანაში ამაზე არა ადამიანის უფლების დაცვას ნახეთ რას ეძახიან ადამიანის უფლების დაცვას ეძახიან იმას რომ ჩვენ უნდა გავოქმოთ კანონი რომლის მიხედვითაც არ შეიძლება სქესის შესახებ ჩანაწერის გადაკეთება ეს ერთი ეგეც ადამიანის უფლებებია ასევე გამჭირვალობის კანონს რაც შეეხება ხო გამჭირვალობის კანონს უწოდეს რაღაც რუსული კანონი და ათასი უბედურება აქაც ნული არგუმენტი ნული მტკიცებულება ხო რაც შეეხება ადამიანის უფლებს მე ერთი რამე მინდა შევახსენო ევროპულ ბიუროკრატიას მათი ელჩი აქეზებდა იმ ძალადობას რომელიც ვიხილეთ ჩვენ თბილისის ქუჩებში ყოფილი ამერიკელი ელჩი აქეზებდა იმ ძალადობას რომელიც თავის დროზე ვიხილეთ თბილისის ქუჩებში და ასეთ პირობებში მათი მხრიდან საუბარი იმაზე რომ იქ სამართალდამცავმა იძალა და მომიტინგეზე არის აბსოლუტურად უადგილო მათ არ აქვთ ამის მორალური უფლება შეიძლება სხვამ გითხრას ეს ყველაფერი შეიძლება რიგითმა ჩვენმა მოქალაქემ გითხრას ეს ყველაფერი მაგრამ ევროპულ ბიუროკრატიას არ აქვს არავითარი უფლება ისაუბროს ძალადობაზე არც ერთი მხრიდან იმ პირობებში როდესაც 2023 წლის გაზაფხულის ძალადობაც იყო მათი წაქეზებული 2024 წლის ძალადობაც იყო მათი წაქეზებული 2024 წლის შემოდგომის ძალადობაც იყო მათი წაქეზებული უფრო ადრე კანდიდატის სტატუსი არ მოგცეს და მათი დაფინანსებული NGO-ებით ცდილობდნენ ასევე ხელისუფლების გადატრიალებას ხო ამ პირობებში და ამ ფონზე მათ არ აქვთ არავითარი მორალური უფლება რომ ვინმეს ესაუბრონ ძალადობას კი ბატონო ჩვენმა მოქალაქეებმა დაგვისვან ეს შეკითხვები გაგვაკრიტიკონ იმისათვის რომ გამოძიება ვერ მივიდა ბოლომდე იქნება ეს ობიექტური თუ არაობიექტური მიზეზებით მაგრამ ევროპულ ბიუროკრატიას განსხვავებით საქართველოს მოქალაქისგან ამის უფლება მორალური უფლება უბრალოდ არ აქვს მანამდე შეეძლო რომ ისულიყო იუსტიციის სახლში საჯარო რეესტრში ან არ ვიცი შესაბამის ადგილას და მოითხოვა რომ დოკუმენტებში აღენიშნათ თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესი და სახელმწიფო დაუპაყოფილებდა თუ არა მას ამ მოთხოვნას. მოგახსენებთ თითქმის არ დარჩა ევროკავშირის წევრი ქვეყანა სადაც კანონით არ არის დაშვებული სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლა. ეს ნიშნავს რას რომ ეს არის გარდაუვალი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვისაც თუ ჩვენ პრინციპულად არ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ერთსქესიანი ქორწინება. ნებისმიერ კანონს აქვს არა მხოლოდ პოსტფაქტუმ მოქმედების ეფექტი, არამედ პრევენციული ეფექტიც. ეს კანონი გათვლილია პრევენციაზე. შეიძლება როდესაც კანონი მიიღება პრევენციაზე ანუ არა, ხო კი არ მოგვინდეს. ხო შეიძლება ზუსტად ასევე დააყენოს ევროპულმა ბიუროკრატიამ მოთხოვნად ასეთი საკითხი. და იქაც გამოდის რომ ანუ ამ კანონის მიზღუდავს უფლებას ისედაც შეზღუდული მქონდა. ანუ მე არც ამ დრომდე შემეძლო სქესის შესაძლებლობის მემართა შესაბამისი ორგანოებისთვის. კანონი დარეგულირდა საკითხი, რომელიც არ იყო დარეგულირებული კანონის დონეზე. არა, კანონი არც ამ დრომდე უშვებდა ასეთ მოქმედებას და ახლა დაუშვებს. სხვა რამეს გეუბნებით. კანონით არ იყო დარეგულირებული საკითხი, რომ მისულიყავი და განსხვავებული სქესის აღნიშვნა მომენტი. განსხვავება არ არის, კანონი ზღუდავს თუ არ ზღუდავს ასეთ რამეს. ხო? არ არის განსხვავება. კანონი კაფიოდ თუ რაღაცის კაფიოდ გაწერა კანონით არის სხვა რამე და რაღაცის ირიბა დარეგულირება არის სხვა რამე. ჩვენი ამოცანა იყო თუ პრობლემა არ არის ეს. ნახეთ რა შეა საქმე. რატო ითხოვენ ამ პუნქტის გაუქმებას? თუ ამაში არ ხედავს თუ რომელს აბა ერთი მითხარით და გავარჩიოთ. ერთი მითხარით. არა, ერთი მითხარით. თქვენ უკვე თქვით, არა, თქვენ უკვე თქვით, რომ არის არაერთი პრობლემური ჩანაწერი. ერთი მითხარით გავარჩიოთ. არა, კაცო, ხო, პრეტენზია ხო გაქვთ, რომ ეს კანონი არ მოგცემთ. ერთზე ამის კითხვა გეპასუხეთ. სხვა პუნქტი მითხარით, რომელიც არა, კაცო, თქვენ აი სხვა მითხარით მაშინ, რომელი ერთი პუნქტი ამ კანონში, რომელიც არის ცუდი, რომელიც არის ხიხია. ამიტომ საერთო კანდიდატის წარმოსადგენად რომ შექმნათ პრეზენტაცია. რა არის სხვა სიტყვა თქვი ცუდი.
არაფერი ცუდი. რა არის იმ პარტიების შანსი, რომელიც აპირებენ რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა? ბატონო. ველოდა გახარია მზადებიან საერთო კანდიდატის წარმოსადგენად არჩევნებზე, მათ შანსებზეც რომ ვისაუბროთ. ნუ შანსი არ ვითარი. ან პირველ ტურში თავი ჩვენთვის ამოცანა არის პირველ ტურში მოვიგოთ არჩევნები და დარწმუნებული ვარ გახკალაძე პირველ ტურში მოიგებს არჩევნებს თან მე მგონია რომ 60%-საც გადასდება მე. ვის დაიგებს პასუხისმგებლობა თუ კი უვიზო რეჟიმი წლის ბოლოს შეუჩერდება ქვეყანას? თუ ევროპული ბიუროკრატია გაგვიქვნის ვიზალიბერალიზაციას იმის გამო რომ უტრირებულად რო თქვა კაცია ქალი-ქალია იმის გამო რომ ეს შესახებ ჩანაწერი არ უნდა გადაგეთდეს იმის გამო რომ ორმა კაცმა შვილად არ უნდა იყვანოს არასრულწლოვანი და ეს შემდეგ ნუ რა ვიცი მაშინ უბედურება ყოფილა ეს ყველაფერი ადამიანის უფლებები უნდა დაიცვათ ბატონო ირაკლი დასაჯოთ ისინი ვინც არის ვინც ექვემდებარება დასჯას ყველა უნდა დაისაჯოს ამაში გადაღებით მადლობა აი მაგას დააკვირდები